ვაგრძელებთ SQL მონაცემთა ბაზების კურსს Harvard-ის პროგრამის მიხედვით და ეს პირველ თავში, რიგით პირველ თავში არის ბოლო გაკვეთილი. გასვათ ალბათ რომ თავების ათლა 0-დან იწყება, მე 0 თავი მთლიანად დავასრულეთ, ეხლა რიგით 1 თავია, რომელშიც ჩვენ ეხლა ბოლო გაკვეთილი უნდა განვიხილოთ და ამ გაკვეთილზე ძალიან საინტერესო საკითხი და ძალიან საინტერესო ფუნქცია უნდა ვისწავლოთ SQL-ის, რომელსაც ქვია ჯგუფები. მოდით ნახოთ რა არის ჯგუფები, როგორ გამოიყურება და რა შეიძლება გამოგვადგეს ისინი. ჯგუფები, ინგლისურად groups, შეგვიძლია გამოიყენოთ ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში ინფორმაციის დასაჯგუფებლად და ჯგუფური, ასე ვთქვათ, კალკულაციების გასაკეთებლად. მაგრამ მოდით შევხედოთ ერთ მაგალითს. გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენ აი აქ ჩვენს მონაცემთა ბაზაში გვაქვს ბევრი ცხრილები წიგნებთან დაკავშირებული და ერთ-ერთი ცხრილი არის რეიტინგების ცხრილი. სადაც რეალურად წერია კონკრეტული წიგნის ID და ამ წიგნის შესაბამისი რეიტინგი. აი მაგალითად, მე თუ წიგნის ID-თ ერთს დავუწერე რეიტინგი 4, აი ეს ერთი ცალი ჩანაწერი ეკუთვნის ჩემს მიერ გაკეთებულ აი ამ 4 ვარსკვლავიან შეფასებას. და მე შენ თუ დაუწერე, შენ ნაკლებად მოგეწონა, უფრო მეტად კრიტიკული აღმოჩნდა, შენ თუ დაუწერე 3, ხო? ამ შემთხვევაში აი ეს მეორე ჩანაწერი უკვე ამ წიგნისთვის შენ გეკუთვნის. მე ისევ ვინმე ჩვენმა საერთო მეგობარმა დაუწერა ასევე რეიტინგი ამას და ამ წიგნს და ამ იგივე ID-თ ერთიანს და 4 ვარსკვლავი მიანიჭა, ეს უკვე მას ეკუთვნის, ხო? და ასეთ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი, ასობით, ათასობით გააჩნია წიგნს და გააჩნია რამხელა მონაცემთა ბაზა გვაქვს, ხო? შესაბამისად, მოდით ახლა ვცადოთ და დავთვალოთ წიგნის რეიტინგი, ოღონდ საშუალო რეიტინგი, ანუ რა გამოვიდოდა საშუალო რეიტინგი კონკრეტული წიგნისთვის, აი ეს ვეცადოთ რომ დავთვალოთ და ვნახოთ აბა რა გამოგვივა. გავხსნათ ისევ ჩვენი მონაცემთა ბაზა, long list ტიპი და დავიწყოთ აი ასეთი query-ით, ასეთი select-ით. Select book ID და საშუალო rating, ხო? ნახეთ, აი აქ rating ის გვაქვს, რა ქვია, სვეტი გვაქვს. შესაბამისად, რეიტინგი გვინდა, ოღონდ ამ რეიტინგის საშუალო გვინდა რომ დავითვალოთ. და მოდით ამას დავარქვათ as average rating. Okay? შვენიერი. და ახლა მივუთითოთ საიდან გამოგვაქვს ეს ინფორმაცია ratings ცხრილიდან. Okay? და იდეაში გავუშვათ. როგორც ხედავთ, აი ეს რაღაც უცნაური, ასე ვთქვათ, სიტუაცია მივიღეთ. სადაც სინამდვილეში რაღაც ერთი წიგნის შესახებ თითქოს რაღაც საშუალო რეიტინგი აქვს დათვლილი, მაგრამ ჩვენ ხომ აქ ბევრი წიგნები გვაქვს. და ჩვენ ხომ რეალურად ის კი არ გვინდოდა რომ რაღაც ერთი წიგნის ან რაღაც კონკრეტულად ყველა წიგნის ჯამური რეიტინგი დაეთვალა. არამედ ჩვენ გვინდა თითოეული წიგნის ცალ-ცალკე რეიტინგები. ანუ აი აქ მე და შენ და ჩვენმა მეგობარმა რომ აი ამ წიგნს ერთიანი ID-ს ვისაც აქვს 4-3-4 რო დავთვალეთ. აი ამის საშუალო რეიტინგი გვინდა. მე ვიღაცებმა აი ამ წიგნს ID-თ 2-იანი დაუწერეს აი ესეთი რეიტინგი, ხო? აი ამის საშუალო გვინდა კიდევ. ანუ რეალურად თუ მარტო ეს 2 წიგნი გვექნებოდა ბაზაში, დაგჭირდებოდა რომ აი ამ 3 სვეტი, აი ამ 3 სტრიქონის და აი ამ 2 სტრიქონის, ქვედა 2 სტრიქონის საშუალოები გამოგვეთავა და ჯამში, ასე ვთქვათ, ჩაგვეკეცა ეს ჩვენი რეიტინგების ცხრილი, ისე რომ მიგვეღო რეალურად 2 სტრიქონი, რომელშიც თითოეული წიგნის საშუალო რეიტინგი იქნებოდა და არა აი ეს რაღაც ერთი ცალი რიცხვი, რომელიც საბოლოოდ არაფერს არ გვაძლევს. შეიძლება გვაძლევდეს რაღაც სტატისტიკურ ამბავს, რომ ყველა წიგნის ჯამური რეიტინგი, მაგრამ ჩვენ ყველა წიგნი არ გვინდოდა. ჩვენ გვინდოდა თითოეული წიგნის საშუალო რეიტინგის დათვლა. აი, ასე გამოიყურება ეს ყველაფერი. ვიბოდიში, სწრაფად გადავედი. ანუ ჯერ აი ეს ლურჯად არის პირველი წიგნი, წითლად არის მეორე წიგნი და ესენი უნდა ჩავკეცოთ ახლა ერთად და მათი, ასე ვთქვათ, საშუალოები დავითვალოთ რეიტინგები. მასტი საშუალო რეიტინგები დავითვალოთ. აი ესე. და მივიღებთ აი ასეთს, ხო? ახლა მოდი ვნახოთ ეს როგორ შეიძლება განვახორციელოთ ჩვენს SQL select-ში. ისევ იგივენაირად, ავიღოთ ჩვეულებრივად ისევ ზუსტად იგივე select-ი. აქ არაფრის შეცვლა არ გვჭირდება. ასევე შეგვიძლია ავიღოთ
ისევ იგივე from-ი, იმიტომ რომ from ისევ იგივე ცხრილიდან უნდა ამოვიღოთ ინფორმაცია, მაგრამ აქ უკვე შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი SQL query-ს წერა და დავწეროთ აი ასეთი რამე. Group by, ანუ დააჯგუფე book ID. ანუ დააჯგუფე წიგნის ID-ს მიხედვით. ანუ ნახეთ, აქ ხო იყო სად არის? აი ეს ID ამ სამ ჩანაწერს ID აქვს 1, ამ ორ ჩანაწერს ID აქვს 2, ხო? ამებით უნდა დააჯგუფოს, ანუ ჩაკეცოს. დაჯგუფება ნიშნავს იმას, რომ თითოეულის ამ სამისთვის ერთი ჩანაწერი გამოვა და ამ სამი რიცხვიდან მიიღებს average-ს, ხო? აი ასეთი პრინციპით უნდა დააჯგუფოს. შვენიერი. და ეხლა შეგვიძლია გავუშვათ თავიდან და უკვე რეალურად ვნახავთ არა ერთ ჩანაწერს, არა ერთ შედეგს, არამედ რეალურად ყველა წიგნის თითოეულის ცალ-ცალკე დათვლილ საშუალოებს. და ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, საინტერესო და მნიშვნელოვანი და გამოსადეგი, ასე ვთქვათ, ფუნქცია SQL-ში, რომელიც შეგვიძლია ძალიან ხშირად გამოვიყენოთ. მაგრამ მოდით ახლა ესეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ მაგალითად ჩვენ გვინდა ისევ ასეთი SQL query გავაწყოთ, აი ისევ ესეთი ჩვეულებრივად როგორც რაღაც average rating იქონდეს, ისევ ყველაფერი ეგეთი, ოღონდ თავარი იყოს რა, თავარი იყოს რომ რაღაცა ისეთი წიგნები ამოვიღოთ, რომელსაც საშუალო რეიტინგი აქვს 4-დან 0-ზე მეტი. ოკეი, მოდი აბა ვნახოთ. ისევ ratings, ისევ group by book ID, მაგრამ აი აქ გახსოვთ ალბათ რომ რაღაცის გაფილტრა რო გვინდა, იქ ხშირად where-ს ვიყენებთ ხოლმე, ხო? და მაგალითად where შეგვეძლო ჩაგვეწერა average rating მეტია 4-0-ზე. ანუ აი რადგან აქ average rating-ი აი ეს მაქვს გამოყენებული, როგორც ეზი. ამიტომ პირდაპირ აი ამას მივმართე რომ მეტია 4-0-ზე თქო, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს. აი ეს ასე არ იმუშავებს. ანუ აი აქ where-ის გამოყენება არ შეგვიძლია, როდესაც დაჯგუფებული ინფორმაციიდან ან რაღაცა კონკრეტული ინფორმაციიდან გვინდა რომ ამოვიღოთ რაღაც კიდევ დამატებითი ამოღება განვახორციელოთ, რაღაც კიდევ დამატებითი ასე ვთქვათ ოპერაცია ჩავატაროთ, პირდაპირ where-ს თურმე ვერ გამოვიყენებთ. მაგრამ არსებობს სხვა ტერმინი, რომელსაც ჰქვია having. having, აი ეს. ანუ მომეცი წიგნების ID-ები და საშუალო რეიტინგები, როგორც average rating, ასე ვთქვათ, სვეტი, აი ეგრე, რეიტინგების ცხრილიდან დააჯგუფე book ID-ით, სადაც თითოეულ წიგნს აქვს having average rating-ი 4-დან 0. აი ეს არის შინაარსობრივად, ეხლა რაც აქ წერია. გავუშვათ და როგორც ხედავთ, ამოვიღეთ აი ეს ინფორმაცია. ახლა რაღაცნაირად არ მომწონს ეს ესეთი გრძელი რო არის და მოდი დავამრგვალოთ კიდევაც. გავიმეოროთ ჩვენი აი ეს query, ოღონდ გახსოვთ ალბათ რომ არსებობს round ფუნქცია, რომელიც ზუსტად იმას აკეთებს ახლა რაც ჩვენ გვჭირდება. round-ი დავამრგვალოთ 2 რიცხვზე მძიმის შემდეგ და გავაგრძელოთ ჩვენი query-ს წერა, group by book ID და having average rating 4-0. შვენიერი. მივიღეთ აი ასეთი შედეგი. საინტერესოა, ხო? კიდევ რამდენიმე კითხვა შეიძლება გაგიჩნდეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მაგალითად, რომ მომინდეს არა რეიტინგების average-ის გაგება, არამედ რომ მომინდეს რეიტინგების დათვლა. სულ რამდენი რეიტინგი არის დაწერილი კონკრეტული რომელიღაცა წიგნისთვის, ხო? მოდით აბა ეგეთი ვარიანტიც ვნახოთ და განვიხილოთ. Select book ID და ამ შემთხვევაში რეიტინგის აი აქ თუ average-ს დავწერდით და წეღან და თუ ამბობდით რომ rating, ამას თუ rating-ის average თუ ვითვლიდით, ახლა average-ის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ count ფუნქცია. ანუ დათვლის ფუნქცია. ბოდიში და
შემდეგ შეგვიძლია აი ასეთი რამ გავაკეთოთ. Ratings მოვიღოთ რეიტინგებიდან group by ისევ ჩვეულებრივად book ID და ესეც ასე. ახლა უკვე რეიტინგების საშუალოს მაგივრად თითოეულ წიგნს რამდენი რეიტინგი აქვს, აი ეს დავთვალეთ. საინტერესოა, ხო? ახლა კიდევ ერთ შეკითხვას უნდა გავცეთ პასუხი. რა მოხდება მაშინ თუ გვინდა რომ ამოვარჩიოთ საშუალო რეიტინგი თითოეული წიგნის, ოღონდ ისეთები, რომლებსაც 4-დან 0 ან მეტი აქვს რეიტინგი და თან დავალაგოთ კლებადობით. ანუ ჯერ ზემოთ დავსვათ, ასე თქვათ, უფრო მაღალი რეიტინგის მქონე წიგნები და მერე ჩამოვყვეთ ქვემოთ. როგორ შეიძლება ამის გაკეთება ახლა უკვე ჯგუფების having-ის და კიდე დამატებით group order by-ის გამოყენებით. მოდით ნახოთ. Select book ID round average rating ოღონდ ორ რიცხვამდე გვინდა რომ დავაბრგვალოთ, ესეც მივუთითოთ როგორ გვინდა გამოიყურებოს ეს ჩვენი average rating სვეტის სათაური, მშვენიერი from ratings, okay, გასაგებია ესეც group by book ID, okay, ესეც მშვენიერი having აქვს ისეთი average rating-ი, რომელიც მეტია 4 და 0-ზე, მშვენიერი. ოღონდ თუ დაგვირდებით, აი აქ შემეშალა having დავწერე. ამიტომ ეხლა დავასრულებ ამას. ოღონდ მე თავიდან გავუშვათ. და მოდი ბანემ ეხლა დავასრულებ და ერორი იქნება, მშვენიერი. მოდი ეს თავიდან ავკრიფოთ. აი აგერ from ratings having კი არა having okay, მშვენიერი. ახსოვდეთ რომ შეცდომები ხდება. ყველას მოსდის შეცდომები. ამაში განსაკუთრებული არაფერია. არა, მოდი ესეც არ უნდა გაგვაშვა. მოდი თავიდან გავაკეთებ. ესე იგი, გავუშვათ ესე select-ი, მერე გვინდა from-ი, გასაგებია, მერე გვინდა group by. არა, ხედავთ დავწერე. Group by book ID, მშვენიერი. მერე გვინდა having-ი, სადაც average rating-ი არის 4-და 0-ზე მეტი. Okay, მშვენიერი. და ეხლა order by. აქაც average rating-ით დავალაგოთ order by, ანუ დავალაგოთ average rating-ით descending, ანუ კლებადობით. ზემოდან ქვემოთ. და აბა, თითები გადავაჯვარდიდოთ და გავუშვოთ. Yeah, არა. ნახეთ, მაინც არ გვაქვს ისეთი შედეგი, რაც ჩვენ გვინდოდა. სადღაც გვაქვს ნახეთ დაშვებული შეცდომა. ანუ ჩვენ, დაალაგებული კი არის, მაგრამ აი აქ სადღაც გვაქვს შეცდომა დაშვებული და ამის გამო ნახეთ, აი სამიანებიც ამოგვიტანა, ხო? მოდით აბა დავაკვირდეთ და ვნახოთ, სად შეიძლება გქონდეს ეს შეცდომა დაშვებული. Okay, select-ი გვაქვს, book ID, round-ით, average-ი, კი ბატონო, as average rating, კი ბატონო, რეიტინგებიდან ამოვიღეთ, დავალაგეთ book ID-ის მიხედვით, დავაჯგუფეთ group ID-ის მიხედვით. თქვით რომ average rating-ი იყოსო 4-და 0-ზე მეტიო. Having average rating 4-და 0-ზე მეტი. და ახლა ვეუბნებით რომ order by average. ნახეთ, აი აქ გამორჩენილი მაქვს ერთი ცალი A, average. აი აქ. Okay, ვიცი რომ გაწოლებთ, მაგრამ ვიცი რომ თქვენც დაგემართებათ ესენი სიტუაციები და ამიტომ არ ვჭრი ხა ვიდეოს. მოდი თავიდან გავაკეთოთ, ოღონდ ის შეცდომა აღარ დავუშვათ, ისეთ ერთი ცალი 10 ჩავამატოთ. Okay, გავუშვათ average rating, მშვენიერი. From ratings, group by book ID და ეხლა უკვე აი აქ having-თან average ნახეთ
აი ეს მქონდა გამორჩენილი. შვენიერი და გავუშვათ, მოიცა, group by იყო, ეს order by არ გვაქვს კონტაკ. სად არის ჩვენი order by? კაი, მოიცა ხელით აკვირფოთ. Order by average rating. Sending. აუშვათ. შვენიერი, ახლა უკვე 4-დან 0-ზე მეტი რომელიც არის, ისინი ამოგვიღო მარტო და დაგვილაგა კიდევაც კლებატობით. ძალიან კარგი. ესეც ჩვენი გაკვეთილი ჯგუფებთან დაკავშირებით. იმედია საინტერესო გამოვიდა. იმედია ზოგადად საინტერესო თავი გამოვიდა, იმიტომ რომ შემდეგ თავში უკვე გაცილებით უფრო საინტერესოდ, შედარებით უფრო კომპლექსურად, მაგრამ გაცილებით უფრო საინტერესოდ ვითარდება სიტუაცია. აქამდე გქონდათ ჯერ თავიდან ერთი ცალი ცხრილით მომაცემთა ბაზა, მერე დავიმატეთ ბევრი ცხრილით და მათ შორის კომუნიკაცია ავაწყეთ და კომუნიკაცია აწყობილი კომუნიკაცია დავინახეთ. ახლა უკვე შემდეგი თავიდან დავიწყებთ იმის გაკეთებას, თუ როგორ უნდა შევქმნათ ჩვენ თვითონ ცხრილები, ჩვენ თვითონ შევქმნათ სტრუქტურა, ჩვენ თვითონ გავაბათ მათ შორის კავშირები და ასე შემდეგ. შესაბამისად გაცილებით საინტერესო გაკვეთილები და თავები გოლის წინ. ამიტომ აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რო არ გამოგჩეთ და description-ში აუცილებლად მიუთითებ უკვე ამ თავის დავალებებსაც. ამასთან ერთად კომენტარებში დაწერეთ, რამდენად მოგეწონათ ეს თავი, გააკეთეთ თუ არა დავალებები და რაიმე კითხვები ხომ არ გაქვთ, ესენიც შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. მაქსიმალურად ვეცდები რომ გიპასუხოთ და ერთ პატარა სიახლეს გაგაცნობთ კიდევ. რეალურად ვისაც გინდათ რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია გქონდეთ და ერთად იმეცადინოთ, Discord-ის community გავაკეთეთ და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ Discord-ის community-ში და ერთმანეთს დაეხმაროთ ხოლმე და თან ერთმანეთი გაიცნოთ იმ ხალხმა, ვინც SQL-ს ან სხვა, ასე ვთქვათ, პროგრამირების ენებს სწავლობთ. შვენიერი, მე მგონი ძალიან კაი თავი გამოგვივიდა, მაგრამ კიდევ უფრო გახარებული და უფრო, ასე ვთქვათ, აღფრთოვანებული ვარ შემდეგი თავების მოლოდინში. იმიტომ რომ კიდევ ძალიან სასარგებლო რაღაცები უნდა გასწავლოთ და იმედია მოგეწონებათ. გელოდებით კომენტარებში. დროებით.